მეგობრებო, ეს რუოფის YouTube არხია, მე რუოფი ვარ. დღევანდელი ვიდეო გვექნება ესეთ აქტუალურ საკითხზე, რა არის VPN-ი, როგორ დავაინსტალიროთ VPN-ი, რაში გამოგვადგება, რაში არ გამოგვადგება და ხელს შეგვიშლის, რისთვის იყენებენ ზოგადად, ან ეს ფაილები საიდან მოდის, ვინ აკეთებს. ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, VPN-ი არ არის ყოვლის შემძლე ღმერთი, რომელიც თქვენ TDM-ის უნარებს ესე ხელს გადაავლებს და საუკეთესო მოთამაშედ გაქცევს. VPN-ის დანიშნულება არის, ვისაც აქვს ძალიან ცუდი დევაისი, ანუ ტელეფონი, iPad-ი, ნებისმიერი დევაისი რაც აქვს, რომ ვერ კაჩავთ ტელეფონი, რომ კარგად ითამაშო. აქვს ძალიან დაბალი FPS-ი, ზოგს ინტერნეტი არ აქვს კარგი, იმიტომ რომ ზოგი სოფლებიდან თამაშობს, ყველას არ აქვს ეს 5G და რაღაც ფიბერ ინტერნეტი და მაგარი ინტერნეტი, ხო? ამისათვის უმეტესად კავკასიის ქვეყნებიდან ჭალებში და მათ შორის არაბულ ქვეყნებიდანაც დაიწყეს VPN ფაილების შექმნა და გააკეთეს ეს config ფაილები, ანუ კონფიგურაციული ფაილები, ესე რომ ვთქვათ, დავარქვათ. და ეს config ფაილები რაში უნდა გახსნათ? ეხლა პირდაპირ Google-ს ბეთი ხوار შეუერთებ რაღაცას, ხო და შესაბამისად ისეთ დაიკრაკა ეს ფაილები, რომ მოხდება სხვადასხვა Play Store-დან და Google Store-დან თელმისაწვდომ აპლიკაციებში გახსნა. ერთ-ერთი არის მაგალითად VPN-ი, რომელსაც ეხლა დღეს ჩვენ ჩავიწერთ და დავტესტავთ როგორ ხდება ეს ყველაფერი. ნუ რა თქმა უნდა, ამაში ფულის კეთებაც ხო უნდათ არა და ზოგიერთი ფაილი ძვირი ღირს და რომელიც მართლა კარგი ფაილებია და კარგად არეგულირებს MS და ასე შემდეგ, ესენი ძვირი ღირს, მაგრამ უფასო ფაილებიც არსებობს და სხვადასხვა თუ გაგიმართლებს, ეს უფასო ფაილებიც კარგი არის. ყველაზე უარყოფითი რა შეიძლება მოხდეს, როდესაც ესე რომ ვთქვათ, VPN-ის ფაილს ყიდულობ. შეიძლება ეხლა ჩინურად მოგეჩვენოს რა ფაილი, რის ფაილი, რაზე ლაპარაკობს, მაგრამ შემდეგ დეტალურად რომ დაგიტესტავთ და გაჩვენებთ რის მერე რა ხდება, ძალიან მარტივად გაიგებთ რა ფაილზეა საუბარი. ჩვეულებრივად ნებისმიერი Telegram ჩატიდან, ჯგუფიდან ჩამოწერა VPN-ის ფაილს, configs, ზოგს მოყვება თავისი key, ანუ გასაღები, რა უნდა ჩაწერო, ზოგს არ მოყვება, ისე არის ხამისაწვდომი და უშუალოდ ჩამოწერეთ ფაილი. დავაინსტალირეთ, ყველაფერი კარგად მუშაობს, მაგრამ ეხლა ვართ 4 და 3 განახლების მოლოდინში. როგორც კი განახლება შეიცვლება, ეს VPN-ი არ მუშაობს. ანუ შეიძლება გადაიხადოთ პული ისეთ რაღაცაში, რაც ერთი სეზონი გეხოს. მაგრამ თუ შენ ზოგიერთი TDM სტარი, რა თქმა უნდა TDM სტარი, რომელიც მხოლოდ საქართველოს მასშტაბით, არა მსოფლიოს მასშტაბით, ეხლა VPN-ებით ძალიან იშვიათად თამაშობენ, უფრო სხვა რაღაცებით თამაშობენ, მაგრამ დამწყები TDM მოთამაშეები რა თქმა უნდა იყენებენ VPN ფაილს, why not? რომ თუ ფაილი პირველ რიგში გაშინა, შენზე არის დამოკიდებული, ისეთ აიმბოტით თამაშობ, იმისთვის თამაშობ, რომ FPS-ი კარგი გქონდეს, იმისთვის თამაშობ, რომ სიტყვაზე შენი ინტერნეტის მდგომარეობა შენარჩუნდეს. ესეთი რაღაცებისთვის ვინ თამაშობს, ბევრი იყენებს და არც მალავს ამას, იმიტომ რომ ამაში დასაზრახი არაფერი არ არის. მაგრამ ზოგი, ზოგი ამ VPN-ს იყენებს იმაში, რომ ჰედები კარგად წაიღოს. დღეს მე გავაკეთებ ერთ-ერთი ფაილის, ესე ვთქვა ტესტს, აბა რაფერი მიაქვს თავში. ხო და ვნახოთ იქნება და ვალ ფაილია. ახლა დავიწყებ დატესტვას და არანაირ მოჭრის მიჭრის გარეშე პირდაპირ აი ეგრევე დაგიტესტავთ და ეგ არის რა. ფაილებს გეტყვით როგორ ჩაწეროთ და როგორ გააკეთოთ და ასე თური, ისე თური, თქვენ მოჭრილი ლაიქი, subscribe რაღაცა, ზარისღილა კი, იგი, აგი. თქვენ 3, 2, 1 წავიდა, მოკლედ მეგობრებო, რა გჭირდება პირველ რიგში. შევდივართ, ესე რომ ვთქვათ, Play Store-ში და ამ Play Store-ში უნდა ჩავწეროთ WireGuard. აი, კარგად დაიმახსოვრეთ როგორ იწერება, WireGuard. შედიხართ აქ, უნდა ამოაგდოს დრაკონი ახატია, ესე რომ ვთქვათ, აი ეს, მე ჩაწერილი მაქვს უკვე, ამას დაინსტალირებთ და შემდეგ რას ვაკეთებთ. ამის ინსტალაციის შემდეგ, მაგალითად მე მაქვს რაღაც გამზადებული ერთ-ერთი ფაილი, Extreme Head და როგორ ვიწერთ ეხლა ამას. დავაჭერთ ფაილს და ესე გათეთრებული ეკრანი ჩანს რა. ეს გათეთრებული ეკრანი რო არ იყოს, მოკლედ ერთი წამით მაუსს შევაერთებ და ძალიან მარტივად გაიგებთ ეხლა, იმიტომ რომ ვაჩვენებ კიდეც სად რას დააჭიროთ.
კაი, ესე იგი, აი ამ ადგილას გაცეტრებული ეკრანია, არსად არაფერი არ არის, მაგრამ როგორ გავხსნათ ახლა აი ამ VPN-ში. ამ ადგილს დააჭირეთ და გამოვა, ესე რომ ვთქვათ, ეს გაზიარების ღილაკი, თუ ეს ღილაკი არ გიჩანთ, თვითონ ამ ფაილის სახელს დააჭერთ ამ გაზიარების ღილაკს და ესე გადაუსვით ხელი გვერდით, ესე რომ ვთქვათ, აი ასე, გვერდით და აი ამ ადგილას როგორც კი მივა, ვაჭერთ ამ WireGuard. და ეს უკვე ჩამასწორებულია რა. ეხლა რას ვაკეთებთ? ესე რომ ვთქვათ, რას ვაკეთებთ ამის შემდეგ. მაგალითად, დავაჭერთ ამას და ორი ვარიანტია, ამას დავაჭერთ და უკვე ჩართული გვაქვს ეს VPN-ი, ეს ფაილი და პირდაპირ შედიხარ TDM-ში და თამაშობ TDM-ს, ესე რომ ვთქვათ. ან მეორე ვარიანტია, ორნაირად აკეთებენ. არ ვიცი, ეს თქვენ გამოცდილებაზეა, იმიტომ რომ ხანდახან, როდესაც VPN-ის ჩართულია და ცუდი ინტერნეტია, საერთოდ ჭედავს. და თუ ეს ფაილს გააჩნია თვითონ, თუ კარგი ფაილია არ გაგიჭედავთ, მაგრამ თუ მაინც და მაინც ჭედავს, აი ესე ხელი აუსვით, ამას არ ჩაკეცოთ ისე, გადახვალთ აქ, გამორთავთ, ამას ისევ არ ჩახურავთ, გადახვალთ PUBG-ზე და ისე გააგრძელებთ თამაშს. მეტი აქ ფილოსოფია არაფერი არ არის. მთავარი აქ ყველაზე მნიშვნელოვანი არის რომ კარგი ფაილები გქონდეთ ჩამატებული. ეხლა ამ ეტაპზე მე მაქვს ესე რომ ვთქვათ, აი ეს Extreme Head-ი, რამდენიმე არაბული ფაილია, ეს თუმცა i2c ეს არის ესე რომ ვთქვათ, თურქული ფაილი და VPN Pro TDM Free, ესეც free, ესე რომ ვთქვათ, ჩამოტვირთული ფაილია. ნუ რა თქმა უნდა, რუსები, ალბათ სახსენებელი რუსები უფრო მეტად ვაჭრობენ ამ საკითხებით. რამდენიმე დღის წინ მივწერე უბრალოდ ფასები, ამ ვიდეოსთვის ფასები მაინტერესებდა რამდენად ყიდნენ. ფასები იწყება $20-დან, გადაუბრიცხავ ამ $20, ჩაგიგდებს შენი ტელეფონის შესაბამის ფაილს. ნუ რა თქმა უნდა, მე ამ ვაჭრობის წინააღმდეგი ვარ, არანაირი ვაჭრობა, მე რა ფაილების მაქვს, ყველაფერი უფასოდ იქნება ყოველთვის და არც ოპტიმიზაციაში და არც ესეთ რაღაცებში. ოკეი. ეს ხდება, ეხლა დავტესტავ რა. ისეც და ასეც და ვნახოთ აბა რაფერი ისვრის და გამოწერა არ დაგაუვიწყდეს რა ძმა რა აბტყულავწვალო გამომიწერე პახვდო და ეხლა დავტესტავ რაფერი ვითამაშებ აბა ამ იმით აი სიტუაცია Blue team has scored for the first time. ნახეთ პირდაპირ ჰედში მოხდა ხალხო პირდაპირ ჰედში მოხდა ნახეთ რა მარტივად მიყვება ტყვია რა მარტივად მიყვება ეხა გავაკეთებ მეორე ვარიანტს როდესაც უშუალოდ გადავდივარ ისევ აქ და ეს პირიქით ჩართული მაქვს ეხა ჩართულ ვარიანტზე გადავდივარ იმიტომ რომ ხანდახან როცა ჩართული გვაქვს ცოტა ინტერნეტის MS-ი იწევს ფაილს გააჩნია ამიტომ ფაილს გააჩნია და აუ რა გიჟია ბიჭო რა გიჟია P90-ის რაშს გადავუჩი დამოვიწყე ენა აუ თავიკა რა გაუკეთა ჩემი კაი რა გაუკეთა ნახეთ ფორტა რა მარტივად ეს ყოია მოკლედ ეს ვიდეო ამით ამოიწურა როდესაც გავაქტიურებ ფაილი გაცილებით მარტივად თვლი დატყვიებს რაც ანუ მუშაობს ეთყობა ეს ფაილი. ეხლა ვინცაც აინტერესებს ფაილები როგორ ჩავწეროთ, რა გავაკეთოთ და ასე შემდეგ. ამ ვიდეოს აღწერაში გავაკეთებ Telegram chat-ის links, სადაც ეს ფაილები მექნება ატვირთული და დანარჩენი უკვე ინსტალაცია იცით. რაც შეეხება შემდეგ ვიდეოს, ჩემ გამომწერებს შევპირდი რომ iOS ოპტიმიზაციის ვიდეოს დავდებოდ კარგად ყველაფერს დეტალურად ავხსნი და შემდეგი ვიდეო იქნება iOS ოპტიმიზაციაზე, ამიტომ გამოიწერე რომ არ დაგეკარგოს ჩემი გვერდი. აბა თქვენ იცით, წარმატებები.